Доброго дня. Да, вас, я правда. ნახეთ გორის სურათები. კიდათ ასე თავისუფლება დაწურებული ხართ რომ გინდათ? აი რატო არის უკრაინელები ეხლა ორგანიზდებიან თავისი რაზმების შექმნეს, ძალიან კარგად ვარჯიშობენ და ჩვენ უნდა გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება როგორც დადებითი, ასევე ჩვენი შეცდომებიც, იმიტომ რომ ამ ეს ხალხი თუ დაიცავს თავის თავს საქართველოსთვის ეს არის დაცვის ხაზი ასევე. აი აქ გადის აი ამ ბლოკპოსტებზე საქართველოს დაცვის ხაზი და მთელი ევროპისაც. Спасибо большое. Мы очень уважаем, что вы сделали для Грузии. Спасибо. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებზე პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინელებმა მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოსადმი პატივისცემის ნიშნად ძველი ქართული საბრძოლო სიმღერების ოპური შეასრულეს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მცხოვრებ ქართველებსაც შეხვდა. Бежани საქართველოს. სახეზე რუსეთის პარტიასტებია შემოჭრა, იმიტომ რუსული სპეცრაზმები თავს ესხმიან უკრაინულ სამხედრო კოლონებს, კლავე ყოველდღე ჯარისკაცებს თითქმის. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ 2008 და სხვა წლებში. და ამიტომ ჩვენთვის ამ გამოცდილების გაზიარება, ჩვენი მიღწევებისას და შეცდომებისას ამ ხალხთან არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მათ გადაირჩიონ თავისთავად თავის ქვეყანა და ესე ყველას ჩვენ შეგვიქმნა მომავალი. ამიტომ ქართველებს მინდა მადლობა უთხრა აქ ცხოვრებს და ყველანაირად ხარი დაუჭირო მათ რომ აქტიურად ჩადგენ უკრაინის დამოუკიდებლობის